ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბინათ მესაკუთრე თანხანაგობების მიერ წარდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას განაგრძობს. რაიონის გამგებლი ზაზა გაბუნიას გადაწყვეტილებით ყოფილი ნევროლოგიური ინსტიტუტის შენობაში, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, კანალიზაციის სისტემა გამოიცვლება. ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას თავად გამგებელმა მიაწოდა. შეხვედრის დროს ზაზა გაბუნია სასახლებაში მცხოვრები დევნილების და სოციალურად დაუცველების სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებსაც გაეცნო. გუდამაყრის 2 ნომერში მცხოვრებ 300-ზე მეტ ოჯახს წლების განმავლობაში აწუხებთ გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, რის გამოც მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუარესდა. ნაძალადევის გამგეობა ბინათ მესაკუთრე თანხანაგობის პროექტს 85%-ით დააფინანსებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იმ თვალსაზრისით, რომ აქ ცხოვრობს 300-ზე მეტ ოჯახს მოგვარდება საკანალიზაციო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც მათ წლების მანძილზე აწუხებდა. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. აქ არის სხვა საკითხებიც, რომელიც მოგვარებას საჭიროებს და ეტაპობრივად ნაძალადევის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით დაუძროთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. მადლობელი ვართ ნაძალადევის გამგებლის, რომ ჩვენს მდგომარეობაში შევიდა, გვეხმარება გაზზე, მაგრამ ამაზე ყველა მოსახლე ძალიან კმაყოფილებას გამოთქვამს. ასევე კეთდება კანალიზაციები.